აჭარაში აბესალომ რამიშვილის სახელობის რეგატა გაიხსნა. ბათუმის შიდა პირველობა ნავებით შეჯიბრში მეორედ ტარდება და მასში მონაწილეობა ბათუმის აფროსნობის კლუბის აღსაზრდელებმა მიიღეს. ორდღიანი რეგატა 3 კლასში, ოპტიმისტში, ლაზერსა და ფინში ჩატარდა. ასპარეზობაში ასევე ჩაერთვნენ სოხუმის აფროსანთა კლუბ ცხუმის სპორტსმენები, რომელთა საგულშემატკივროდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ჩავიდნენ და კლუბის წევრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. შარშან ჩავატარეთ, წელსაც ვატარებთ აბესალომ რამიშვილის სახელობის ტურნირს. ეს ბათუმელი აფროსანი იყო ცნობილი. შარშან 1 კლასში ჰქონდა შეჯიბრი, ახლა უკვე 3 კლასის ნავები ღებულობენ მონაწილეობას. ოპტიმისტი, ლაზერი, ფინი. 7-დან 15 წლამდე არიან ბავშვები. შარშან აქ ბათუმში ჩამოყალიბდა აფხაზეთის აფროსანთა კლუბი. ტრადიციული, ასე ვთქვათ, კლუბი, რომელსაც ჰქონდა ტრადიციები ჩვენთან აფხაზეთში. ძმები ხაბურძანიები იყვნენ, ასეთი აფროსნები იყვნენ, დღესაც სოცხლები არიან. იმედია, რომ მხარდაჭერა იქნება აქტიური და ჩვენ რამოდენიმე წელიწადში თუ არა გაისართ, გვეყოლება ძალიან სერიოზული ჯგუფი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას არა მარტო ბათუმის, არამედ საქართველოსა და საერთაშორისო ტურნირებში. მისასალმებელია, რომ ისევ ეს სპორტის სახეობა აღზრდება და უფრო მაღალ დონეზე ჩატარდება ეს ღონისძიებები. იმედია, ახლო მომავალში აფხაზეთშიაც გავაგრძელებთ. კარგია, სასიამოვნოა. მადლობა ფედერაციას, მადლობა აჭარის ხელმძღვანელობას იმისათვის, რომ ესეთნაირად ჩართეს ჩვენი დევნილი ახალგაზრდობა, რომლებიც მონაწილეობენ დღეს ამ ღონისძიებაში.